რა არალეგალების გადეპორტებაზე მიდის ლაპარაკი. ლეგალურად აქ ყოფი მიგრანტებია პრობლემა, კაცო. ბინა რო იყიდონ ამათმა, ავტომატურად იღებს ბინადრობის უფლებას, კაცო. არალეგალი ყავს 25,000-იო თვითონ იძახიან და ლეგალი 300,000. აქ შესაძლებელია ბინადრობის აი ეს წლობით ჩვეულებრივად იცხოვრო და ვერავინ ვერ გაგადეპორტებს. არ ითვალისწინებს ეგ გადეპორტებას, ბინადრობის უფლებას იღებ თუ საკუთრებას ყიდულობ. გავსებულია რეკლამები არაბულ ენაზე, ინგლისურ ენაზე, უცხოელებისთვის და ამ კომპანიებსთან ამათი ინვესტიცია შორს არის ახლა 6 მილიარდისგან, 6 მილიარდის შემოდინება და 6 მილიარდით არაბული დასახლებების აშენება. თქვენ საერთოდ წარმოგიდგენიათ რას ნიშნავს? 6 მილიარდის ინვესტიცია ნიშნავს, რომ 6 მილიარდის ქონებას ყიდულობს. აი 6 მილიარდის ქალაქს ყიდულობს და აშენებს. და მე გაყიდის ისევ თავისიანებზე, როგორც აი იორკ თაუერსის ქონება იყიდება ბაზალეთში იქნება თბილისში თუ ბათუმში უკლებლივ ყველა სახელი რო არის არაბული, ეგრე გაყიდენ ისევ არაბებზე. და არაფერი არალეგალებს გავადეპორტებ, კანონი აღარ ვრცელდება მაგაზე. ეგ არის ბინადრობის უფლების მქონე, რომელსაც თან მოქალაქეობას გაუჩალიჩება.